გიორგი გაბუნია გვერდობა პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ვნახეთ კოპენჰაგენში ირაკლი კობახიძის საღამოშიდობის მოგესალმებით ნატა, მადლობა ჩართვისთვის. ნახეთ ირაკლი კობახიძის კომუნიკაცია და ზოგადად ირაკლი კობახიძის საუბრები პრემიერ-მინისტრებთან, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან, დანიის პრემიერთან. რისი მანიშნებელია ეს თქვენთვის? აი რა პოლიტიკური ბენეფიტები შესაძლოა ელოდოს ქვეყანა? მართლაც მნიშვნელოვანი ვიზიტი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დანიის სამეფოში, მოხდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან, კომუნიკაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. პრემიერის განცხადებითვე ჩანს, რომ შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოების მნიშვნელობას. ასევე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს სულ მზაობას, რომ ჩვენ განვაგრძოთ ამ გზაზე სიარული, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკით, რა თქმა უნდა, ასევე განხილული იქნა სხვადასხვა საკითხები, მათ შორის პანელურ დისკუსიაში, როგორც თქვენ ბრძანეთ, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევროპული კოალიციის დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას და ფაქტია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, პირველი სერიოზული კომუნიკაცია შეიძლება ითქვას ბოლო პერიოდში, რაც შედგა ევროპელ ლიდერებთან. რა თქმა უნდა, ვიზიტის დასრულების შემდეგ ჩვენ უკვე უფრო უკეთესად გვეცოდინება საერთო სურათი ვიზიტისა და შეფასებები ალბათ მიზანშეწონილია მოგვიანებით გაკეთდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ფაქტი კი ფაქტად რჩება, რომ საქართველო განაგრძობს ევროპისკენ გზა, ევროპის ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლას და ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მზად ვართ პოლიტიკური დისკუსიისთვის, დიალოგისთვის, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და ეს მზაობა ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ მზადყოფნა ამის არსებობს იმ პირობებში, რომ გათვალისწინებული იქნეს საქართველოს მიერ მიღწეული უამრავი წარმატება, რაც დასტურდება არაერთი კვლევებით, მათ შორის ევროპული ინსტიტუტების მხრიდან გაკეთებული და ჩატარებული კვლევებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს წარმატება არა მარტო ჩვენ დავინახოთ, არამედ დაინახონ მათაც და გააზრებული იქნას, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ეს ურთიერთობა უნდა იყოს დაფუძნებული ურთიერთსარგებლიან, ურთიერთმომგებიან პრინციპებზე. რაც ვფიქრობ, რომ თუ არსებობს რესურსი პრაგმატული და გონიერი პოლიტიკისა და თუ ეს რესურსი არის დარჩენილი ევრობიუროკრატებში, მე ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობას ექნება გაგრძელება ამ თვალსაზრისით. კი ბატონო, თქვენ საუბრობთ, რომ ზოგადად ურთიერთობა უნდა იყოს აგებული ურთიერთსარგებლიან და ურთიერთმომგებიან პრინციპზეო და საუბრობთ იმაზეც, რომ ევროპისთვის საჭირო ქვეყანა ვართ, მაგრამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს ავრცელებს. რეზოლუციის პროექტი 12 პუნქტისგან შედგება და მაშინ ვკითხულობთ, რომ ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების იზოლაციისკენ მიმართულ პოლიტიკურ ნაბიჯებს. დოკუმენტის ავტორები ასევე საუბრობენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა არის. რას უპასუხებდით, როგორ ფიქრობთ და რა გზავნილია ეს იმის პარალელურად, როცა მაშინ მაგალითად კოპენჰაგენში საკმაოდ დადებითი გამოხმაურება, საკმაოდ სერიოზული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ბონუსი მივიღეთ მაგალითად უნგრეთის პრემიერისგანაც. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო რეზოლუცია და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებისთვის მოსაწყენიც კი გახდა უკვე ეს ისტერიული დამოკიდებულება ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აქვს ძალიან ბევრი წარმატება და ეს წარმატება აღიარებულია არაერთი კვლევით, ეს იქნება ეკონომიკური მიმართულება, ეს იქნება ასე ვთქვათ, სხვა მიმართულებები, ამას აღარ ჩამოვთვლი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი რამ იქნას გააზრებული. როდესაც ევრობიუროკრატია საუბრობს იზოლაციაზე, პირიქით ჩვენ ვამბობთ და ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, მზად არის განხილულ იქნას ნებისმიერი საკითხი, რაც ჩვენთვის არის საინტერესო და მათთვის არის საინტერესო და ამ საკითხზე შედგეს მსჯელობა ნებისმიერ ფორმატში. და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვართ აბსოლუტურად ღია.
როდესაც არის საუბარი ასევე ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით საუბრობ, როდესაც არის საუბარი კონკრეტული ასე ვთქვათ პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებაზე და გამოთქმული არის წუხილი ამასთან დაკავშირებით. რატომ არ არის იგივე წუხილი გამოთქმული, როდესაც ამ ადამიანების მხრიდან ადგილი აქვს სახელმწიფოს მიმართ აშკარა უპატივცემლობას და კანონმდებლობის კანონის მიმართ აშკარა უპატივცემლობას. ეს ადამიანები მიზანმიმართულად არღვევენ კანონს და არიან თვითდაპატიმრების რეჟიმში და საერთოდ რა მოვლენასთან გვაქვს საუბარი უბრალოდ გაუგებარია. რატომ არ აქვს წუხილი, როდესაც მათი დაფინანსებით მომზადებული და გადამზადებული ძალადობრივი ჯგუფები პირდაპირ დამიზნებით ცეცხლს უხსნიდნენ სულ რამდენიმე თვის წინ ქართულ სამართალდამცველებს პარლამენტის შენობის წინ. მიზანმიმართულად ხდებოდა შეტევა მთავარ კონსტიტუციურ ორგანოზე, პარლამენტზე. რატომ არ აქვს წუხილი იმაზე, როდესაც მუდმივად აი ამ რადიკალების მხრიდან კეთდება განცხადებები ძალადობაზე. სიძულვილის ენით ხდება საზოგადოების, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში შფოთის შემოტანა, სამოქალაქო დაპირისპირებაზე და მუდმივად კეთდება აქცენტები დამხობაზე. ამაზე რატომ არ აქვთ წუხილი და რატომ არ გამოხატავენ ასე ვთქვათ შეშფოთება სამსაკითხთან დაკავშირებით. ეს ხომ აბსოლუტურად გაუგებარი და წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენ ვხედავთ ევრობიუროკრატები როგორ აქტიურად უჭერენ საქართველოში მხარს სიძულვილის ენას, რადიკალიზმს, ექსტრემიზმს და იმ ადამიანებს, რომლებიც აი ამ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს ბატონ გიორგი, როგორ ფიქრობთ, ევრობიუროკრატები თქვენ როგორც აღნიშნეთ, აი წავლენ თუ არა ვაბანკზე, ანუ როგორ ფიქრობთ, წაახალისებენ თუ არა დესტაბილიზაციას? ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ეს რადიკალური ძალა, რომელიც დღეს საქართველოში გარე დაფინანსებით და საგარეო მხარდაჭერით მოქმედებს, აბსოლუტურად უუნარო და უშანსოა. მათ არანაირი შანსი არ აქვთ იმის, რომ საქართველოში შიდა პოლიტიკურ პროცესში მათ რაიმე სახის დესტრუქცია შეიტანონ. ნებისმიერი ქმედება მათი მხრიდან, რაც იქნება მიმართული სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ, იქნება პასუხისგაცემული. ერთადერთი შანსი მათ რაც ასე ვთქვათ პოლიტიკურ იარაღად აქციეს, ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი. მაგრამ აქაც ერთი რამ უნდა ითქვას, რომ დაუშვებელია ვიზა ლიბერალიზაციის პოლიტიკურ შანტაჟის იარაღად ქცევა. ვინაიდან პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მაგრამ მათი გათვლა შესაძლოა ემყარებოდეს იმას, რომ თუ საქართველოში ასე ვთქვათ რადიკალები მოახერხებენ გარკვეული პოლიტიკური ასე ვთქვათ მუხტის აწევას, შეიძლება ამით დაეხმარონ. მაგრამ მე პირადად გამოურიცხავ ამას, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ თუ არსებობს ელემენტარული პრაგმატული და გონიერი პოლიტიკის რესურსი ევრობიუროკრატებში, დღეს საქართველოს არის წარმატებული ქვეყანა, რომელმაც შეინარჩუნა მშვიდობა, განვითარება იმ ურთულესი გამოწვევების კვალდაკვალ, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში წავაწყდით და საქართველოს არის ძალიან საინტერესო ქვეყანა ევროკავშირისთვის. შესაბამისად, ჩვენ ველით მათი მხრიდან გონიერებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მაგრამ პოლიტიკური ასე ვთქვათ, საუბრის დონეზე და განცხადებების დონეზე ისინი ყველანაირად ეცდებიან იმას, რომ საზოგადოებაში შეიტანონ შფოთი და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის ასე ვთქვათ, საჯილდაო ქვადქცევის ფონზე ასე ვთქვათ, მიეხმარონ აბსოლუტურად გაკონტრებულ ოპოზიციას, ამ რადიკალებს, იმაში, რომ რამენაირად საქართველოში საპროტესტო მუხტი განვითარდეს. ზოგადად ყალბი რეალობის შექმნა ახალი არ არის რადიკალების მხრიდან, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ერთგვარი სია, თითქოს აი გედედეს თანამშრომლების სია გამოაქვეყნეს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია CSKO-ს სპეციებზე, რამდენადაც ვიცით და რომელზეც ცნობა მათ შორის აქვს CSKO-ს ოპოზიციონერ წევრებს. გამოქვეყნებული სიები სავარაუდოდ უნდათ რაღაც ალტერნატიული რეალობის შექმნა და სურვილი ჰქონდათ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, იმიტომ რომ თითქოს ეს ძალოვანი უწყებიდან გავრცელდა, მაგრამ შეცდომა გაეპარათ, რადგან მითითებული იყო საარჩევნო უბნების ნომრები. სავარაუდოდ დამალვა დაავიწყდათ. როგორ ფიქრობთ, სასაცილოა. მაინტერესებს, აი როგორ ფიქრობთ, მსგავსი სახით სპეკულაციები, სიმულაციები შესაძლოა კიდევ ვიხილოთ?
რა თქმა უნდა, შესაძლოა ვიხილოთ, ეს არის ღიმბილის აბსოლუტურად სასაცილო, უნარო ცდილობა იმისა, რომ საზოგადოებაში შემოიტანონ შფოთი და მოხდეს წინა საარჩევნო პროცესის და შემდგომში უკვე არჩევნების შედეგების დისკრედიტაციის მცდელობა. ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე წინა საარჩევნო პროცესი ბოლოშია გასული. საარჩევნო პროცესი იყო აბსოლუტურად მშვიდი, დემოკრატიული და ყველა სტანდარტების ასე ვთქვათ, დაცვით ჩატარებული, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სრული განცდა და ბოლოდინი იმისა, რომ არჩევნების დღეც ასევე საქართველოში იქნება მშვიდი და ცდილობა არის იმისა, რომ რამენაირად ჩირქი მოსწონ ამ დემოკრატიულ პროცესს, ამ წარმატებას ქვეყნისას, აი ამ პატარ-პატარა, ასე ვთქვათ, fake news-ებით, რომელსაც ეს მედია საშუალებები, კონკრეტული პროპაგანდისტული მედია საშუალებები ცდილობენ, რომ საზოგადოებას ანახებენ, რომ თითქოს სახელმწიფო სისტემა უხეშად ერევა გარკვეულ პროცესებში და ასე შემდეგ. საზოგადოებას უკვე აღარ სჯერა ეს. ვის სჯერა ეხლა ის, რომ ოპოზიციას აქვს რესურსი და ვინმე ამათ ხელს უშლის წარმატებაში. ეს რომ აბსოლუტურად დაუჯერებელი ამბავია. ჯერ ერთი პრაქტიკულად საერთოდ არ აწარმოებენ წინასაარჩევნო პროცესს და არ აწარმოებს წინასაარჩევნო პროცესს. კვლევებიც დაფარეს, რამდენიც ვიცი წინასწარი გამოქვეყნებული 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ არ ყავდათ კანდიდატები. არ არის გამოქვეყნებული მათი მხრიდან, იმიტომ რომ კალაძე დომინირებს ამ კვლევებში და კალაძეს აქვს მაღალი რეიტინგი, ლელოს დაკვეთით ჩაატარეს თუ არ ვცდები და მათი დამალვა ხდება ეხლა. გასაგებია, ნახეთ რისი თქმა მინდა, რომ ეს ძალა და ამ ძალის ორი დანაყოფი, რომელიც შემოიყვანეს საარჩევნო პროცესში, პრაქტიკულად არ აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას. და ის ძალებიც ასევე, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, მთელი რესურსის მობილიზებას ახდენენ არჩევნების შემდეგ საპროტესტო მუხტის ორგანიზებისთვის. ვინაიდან მათ სჭირდებათ ამისთვის გარკვეული ფინანსური რესურსი, ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, შეეცადონ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გამწვავება კონკრეტულად დედაქალაქის ერთ ან ორ ქუჩაზე. კი ბატონო. სწორედ ამას ემსახურება ეს fake news-ები, რომ რამენაირად აი ესეთი ყალბი ინფორმაციების გავრცელება მათ დაეხმარონ საპროტესტო მუხტის გაღვივებაში. ძალიან მარტივად ახსნადია ეს ყველაფერი. სახელმწიფოს ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესი ჩატარდა მშვიდად, აბსოლუტურად ყველა კანონის დაცვით, ისევე როგორც არჩევნების დღე იქნება მშვიდი, დემოკრატიული, ყველა სტანდარტების დაცვით და აქ კითხვები არ არსებობს. ის პატარ-პატარა უნარო და უნიჭო მცდელობები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ აი fake news-ების სახით, რომელსაც კონკრეტული პროპაგანდისტული მედია საშუალებები ავრცელებენ, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ მოხდეს წინასაარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, არჩევნების დღის დისკრედიტაცია, მათ შორის იყო რამდენიმე შეხლა-შემოხლა წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში მელიქიშვილის გამზირზე და რუსთაველის პროსპექტზე, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შემდგომში ეს იყოს გამოყენებული შეფასებებისთვის, რომ აი თურმე როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები. ვის ჯერა ეხლა ამის? საზოგადოებისთვის ეს არის აბსოლუტურად მოსაწყენი და დაიღალა უკვე. ჩვენი ხალხი დაიღალა უკვე, აი ამათი ტაშფანდურით. არავის აღარ აინტერესებს ეს ადამიანები. მადლობა ბატონ გიორგი. ჩვენ ჩავატარებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან ცხოვრებას და გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს ეთერში საუბრობდა საზოგადოებრივი ქართულის წევრი, უმრავლესობის წევრი გიორგი გაბუნია.